Am dromde პატიმრობაში რჩება სოფელ მუხურის გამგებელი. არსებული ცნობით ბაკურ ქომეთიანი და მისი თანხმლები პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არიან დაპატიმრებული. Ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ოჯახი. გამგებლის სოლის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს. ქართული ოსნების გამგებელი საქართველო-თურქეთის საზღვარზე აიყვანეს თურქმა სამართალდამცავებმა. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ 28 მაისს გაიმართება. Am dromde არ ზუსტდება რა ტიპის ნარკოტიკზეა საუბარი. ფორმულამ ინტერვიუ გამგებლის ოჯახის წევრებთან ჩაწერა. შეხვდა პორტში, გამოესაუბრნენ ერთმანეთს ქართულად, ისიც საჭმლის იმაში იჯდა სადღაც ჭამდა და ესეც იქვე მოხდა. ამათი გაცნობა და იქ რო აუხსნეს ერთმანეთს, ესრაზე იყო წასული იმას რომ მანქანა მოყავდა სხვისი გადამყვანი, სხვისი მანქანა მოყავდა, სხვის ნაკიდი სხვასთან და ეჩქარებოდა ძალიან ამ თვითონ პიროვნებას. არავინ არ იცოდა, არა საერთოდ ეჭვიც არ ეპარება თარჯიმანი სულ ყოველთვის მე მელაპარაკება ის თვითონ ხსნის რომ ძალიან ისე იყო ეს დამონტაჟებული და ხმის ჩამწერიც ყოფილა და ყველაფერი ამათი საუბარი თავიდან ბოლომდე მთელი გზა ჩაწერილია და მოსმენილია ლაპარაკი რამე ამის დაგვარზე იქ არ ყოფილაო